ხშირად გასახსენებელ სენტენციათაგან ალბათ ერთ-ერთი არის რენე დეკარტის ფილოსოფიის პირველი პრინციპი ვაზროვნებ მაშასა და მე ვარსებ. დიდი პრივილეგია აზროვნების უნარი, ადამიანად ყოფნის დამადასტურებელი პრივილეგია. მოაზროვნე ადამიანის შექმნილია ყოველივე საუკეთესო კაცობრიობის ისტორიაში. იქ, სადაც აზრი არ არის ჩაფენილი საფუძვლად, ფასეული არაფერი იქმნება. აზროვნება ცოდნის წადილს აღვიძებს, ცოდნის სკარამდე, მის შეღებამდე მიღავ ხარ. ცოდნა კი, როგორც ანდაზა გვეუბნება, გონების ფარია, თუ ის არავინ არია. ფარი, რომელიც გიცავს უმეცრებისგან, შეცდომებისგან, სხვათა ბრმა მორჩილებისგან, მარიონეტად ან სასარგებლო იდიოტად გადაქცევისგან. ამიტომ ჰყავს ამ ფარს ბევრი მტერი, თანაც ჩინებულად მოაზროვნე და საიმედოდ აღჭურვილი საშიში მტერი, რომლის მთავარი ამოცანაა აზროვნების დრო არ დაგიტოვოს, დაფიქრების საშუალება არ მოგცეს, რათა მხოლოდ მისი კარნახით, მისი მითითებებით იმოქმედო, არ დასვა კითხვები, არ მოიძიო პასუხები, არ დაეჭვდე სხვათა შემოთავაზებულ ბზა ფორმულებში. ტვინების გამორეცხვას ეძახიან ამეტად საშიშ პროცესს, რომლის შეჩერება ისევ ჩვენი ცალკეული ადამიანის გონებას შეუძლია. აქვე ოლდოს ჰაქსლისაც დავეხმარ, რომელმაც გვირჩია ვენდოთ ფილოსოფოსებს, რადგან ისინი გვასწავლიან კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ისიც კი, რაც თავისთავად ცხადად გვეჩვენება და თავი არ გავაბრიყვებინოთ მათ, ვინც თავისთავად ცხადად ასაღებს იმას, რაშიც ეჭვის შეტანა გვმართებს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. მაშ მოდით დავეჭვდეთ, დავსვათ კითხვები, ვეძებოთ პასუხები, შევიარაღდეთ, მოვიპოვოთ სანდო წყაროსგან სანდო ინფორმაცია, ასე განსაკუთრებით საჭირო დღეს, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, პოლიტიკის ექსპერტი, ანალიტიკოსი, დიდი სიამოვნებით მოგესალმებით, დავით ბატონო, და ვეძებთ თქვენგან პასუხებს კითხვებზე, რომლებიც არა მხოლოდ მე ალბათ, ძალიან ბევრ ჩვენგანს აწუხებს. და პირველ რიგში მინდა დავიწყოთ დიდი სურათის ცოდნით. მე ცოდნაზე და იმ სწორი, ჯანმრთელი და არაყალბი ინფორმაციის მიღებაზე გავაკეთე აქცენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომპეტენტური ადამიანებისგან. ასე რომ დავიწყოთ მოდით დიდი სურათის მნიშვნელობით, ცოდნის, აი დიდი სურათის გააზრების მნიშვნელობით თითოეული ადამიანისთვის. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს. თქვენ ერთდროულად ძალიან გლობალური საკითხებით დაიწყეთ და ამავდროულად საკმაოდ მარტივი პასუხებითაც შეიძლება შემოვიფარგლოთ და უპასუხოთ ყოველივე ამას, იმიტომ რომ არც ჩვენით დაწყებულა ეს ყველაფერი, არც ჩვენით დამთავრდება. ჩვენ უბრალოდ ძალიან საინტერესო, მოვიგ ძალიან საინტერესო კაცობრიობის განვითარების ეტაპში მოვხვდით. ჩვენ ვართ საერთოდ უნიკალური თაობა, რომლებიც დავიბადეთ რაღაც ერთ იმპერიაში, ახლა ვებრძვით რაღაც მეორე იმპერიას, გვინდათ რომ ესეც დავამარცხოთ, გამოვიდეთ აი ამ მარწუხებიდან და რეალური და არა ილუზორული თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ისტორიის ძირითადი არსი. 3000 წლოვანი ისტორიის განმავლობაში ყველა ცდილობდა ჩვენს დამონებას, ჩვენს დამორჩილებას, კოლონიად ქცევას, ვასალად ქცევას, მაგრამ ქართული სული არის თავისუფლებისკენ მისწრაფება. უბრალოდ რაღაც პერიოდში უფალი განსასწრელს მოგვივლენდა ხოლმე, ოდესაც დაინახავდა, რომ ჩვენ ოდნავ გადავდექით იმ სახარებისეული გზებისაგან, რომლითაც მომავლისკენ უნდა მივსულიყავით ძალიან დიდი გამარჯვებებით და უბრალოდ ქართველი ადამიანი მტკიცდებოდა თუ არა რწმენაში, უბრუნდებოდა თუ არა თავის საწყისებს, სულიერ საწყისებს, მაშინ რჩებოდა აი ამ განსაცდელის ვადა ჩვენზე და საქართველო უბრუნდებოდა იმ მურიგ ოქროს ხანას,
რომელიც არაერთი გქონია ჩვენს ისტორიაში და მე მინდა ვიმედოვნო რომ ამ ოქროს ხანის დასაწყისში მაინც შევდივართ. ეხლა მიუხედავად იმ სიძნელეებისა, დაბრკოლებებისა და მორიგი განსაცდელისა. შესანიშნავია, მე გიერთდებით სურვილში ყოველ შემთხვევაში და იმედი მეც მაქვს ამის, სხვაგვარად არ შეიძლება იყოს. ის რომ ჩვენით იყვნენ დაინტერესებულები, ჩვენი დამონებით, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიით, ჩვენი ადგილმდებარეობით, ან არ ვიცი კიდევ რითი, ეს ნამდვილად იყო ასე. დაქუცმაცებასაც ცდილობდნენ და ცალ-ცალკე ჩვენს დაპყრობას, იმიტომ რომ უფრო ადვილი იყო. ყველა ეპოქაში. მოდით ვთქვათ, დღეს რა ხდება, რა დიდი სურათია. კი ბატონო, დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ და ვთანხმდებით იმაში, რომ მთელი მსოფლიო პირობითად ორ ბანაკად დაყოფილი, რომლის ერთ-ერთი ფლაგმანი ამის არის ამერიკის შეერთებული შტატები და მეორე ფლაგმანი არის ჩინეთი. აი ეს ორი სამყარო, რომლის ერთ მხარეს არის BRICS-ის ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია დაახლოებით პლანეტის მოსახლეობის ნახევარი და მეორე ნახევარი, რომელიც ასე თუ ისე პოლიტიკურად, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად ექვემდებარება იმ ანგლო-საქსონურ სამყაროს, რომლის სათავეში იყო და არის და იქნება ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები, მიდის ნელ-ნელა დაახლოვება რაღაც პოზიციების, რათა მე ამაში დარწმუნებული ვარ, მომავალში მსოფლიოს ელის ახალი იალტა, მე პირობითად ახალ ბუდაპეშტს უწოდებს, პირობითად ვიწოდებ, სადაც შეხვდებიან ერთმანეთს, შეხვდებიან ეს ადამიანები, ეს კონკურენტები, ეს სახელმწიფოების ლიდერები და მოხდება მსოფლიოს ინტერესების გადანაწილება აი ამ გეოპოლიტიკაში, გეოეკონომიკაში და მოხდება ყველაფერი ის, რასაც ეძახიან მრავალ ვექტორული, მრავალ პოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბება, განსხვავებით იმ ერთპოლუსიანი სამყაროსი, რომლის სათავეში იყო უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი გამოჩენილი და თვალსაჩინო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც იყო მიკრო მოდელი იმისა, რა ებრძვის დღეს იმ ტრადიციულ კონსერვატიულ თვითმყოფად იდენტურ მსოფლიოს და რის წინააღმდეგაც ნელ-ნელა ამა თუ იმ ქვეყანაში აიმაღლა თავისი ხმა პოლიტიკურმა ელიტებმა, მოსახლეობამ, რასაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ხვდებით ამა თუ იმ სახელმწიფოში. მოვიდა ტრამპი, რა მოლოდინი უნდა ქონოდა მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს. პირველი, რასაც ვიძახდი და დღესაც ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, რომ აი იმ ტიპის ინტერესი, რა ინტერესიც გააჩნდა ბაიდენის ადმინისტრაციის ამა თუ იმ სპიკერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ამა თუ იმ მოლაპარაკე თავს საქართველოსთან მიმართებით, ამასთან აღარ გვაქვს ჩვენ საქმე. ეს უკვე კარგია. ეს არ გვაძლევს ამოსუნთქვის მოდუნების და ფეხისგაზე გადადებას. ამაზე აპრიორი შევთანხმდეთ. ჩვენ არ უნდა მოვვდუნდეთ. ეს არის გამოიწვია. ეს იქნებოდა ჩვენთვის ძალიან დიდი ისტორიული შეცდომა. კიდევ აქვე თუ შეიძლება პირველი რომ არ უნდა მოვდუნდეთ და მეორე ცრუ ილუზია, ცრუ მოლოდინი არ უნდა შევქმნათ, რაც მერე იწვევს საშინელ მდგომარეობას, ფრუსტრაციას. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მოლოდინებსაც შევეხებით. ვისთვის დონალდ ტრამპი იყო რაღაც რობინ ჰუდი, რომელმაც აი ყველა დაჩაგრული კონსერვატორი და ტრადიციონალისტი უნდა დაიცვას, მათ შორის ევროპის კონტინენტზე, ყველას დაეუფლა გარკვეულწილად იმედგაცრუება. იმედგაცრუება დაეუფლა ფრანგ კონსერვატორებს, რომელთა ლიდერი ვერ დაიცვა ამ რობინ ჰუდმა ტრამპმა, ხომ? იმედგაცრუება ემართებათ ეუფლებათ გერმანიაში, სადაც ლიდერი პარტია ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, ხომ? წარმოიდგინეთ, რუმინეთში რა დონის იმედგაცრუება იყო, როდესაც ქვეყნის ლიდერი, ხალხის ლიდერი, მას ფაქტობრივად მოპარეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, მიუხედავად ამისა, აი მეორე ტური იქნება რუმინეთში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯორჯოსკუს შემცვლელი სიმეონი გაიმარჯვებს მეორე ტურში და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პატარა სახელმწიფომაც რუმინეთმა შეძლო საკუთარი ძალებზე და საკუთარი ხალხის იმედად
გაიმარჯვოს იქ, სადაც დიდი სახელმწიფო, ხო, ტრამპი, მისი ახალი ადმინისტრაცია ფაქტიურად ვერც ვერაფერი გაუკეთეს მას იმისთვის, რომ დაესაჯათ ის მტყვანი ძალები, რომლებმაც აი ასეთი უსამართლობა დაუშვეს თუნდაც ამ პატარა რუმინეთში. ამიტომაც ჩვენც ძირითადად საკუთარ იმედად უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ ის გზა, რომელსაც ვაგრძელებთ უკვე მიზანმიმართულად, ყოველ შემთხვევაში უკანასკნელი 4 წელიწადია, ამას ხაზს უსვავ, როდესაც ფაქტიურად აი ძალიან დიდი შეცდომები ჩვენ არ დაგვიშვია, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ვიცავთ კბილებით იმ მშვიდობას, რომელიც საქილიკო თემა გახდა ჩვენი ოპოზიციის ბანაკში და რომელიც ასად სპეკულაციას და რომელიც ასად არ წასულა ეს თემა. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ პერმანენტულად ჩვენს ქვემოთ აზიაში თუ ჩვენს სამეზობლოში პერმანენტულად მცდელობა არის აი ეს Big Four-ის ზონას წაუკიდონ ცეცხლი, რომ ააფეთქონ ან სამხრეთ კავკასია, ან ახლო აღმოსავლეთი ასად არ წასულა უკრაინის კონფლიქტი, მიუხედავად იგივე ტრამპის დაპირებისა, ხომ? ეხლა შევხედოთ ისევ და ისევ საქართველოს, შევხედოთ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, ტრამპის მოსვლამ ოდნავ დაამუხრუჭა ის იდეოლოგიური პროცესები, რომელიც მართავდა ამ deep states, რომელიც არანაირი ილუზორული ორგანიზაცია არ არის, ის არსებობს, ამას ადასტურებს ტრამპის ადმინისტრაციაც, მკაფიოდ და ხმამაღლა deep state, როგორც ტერმინი შემოვიდა დიდ პოლიტიკაში 2017 წელს, მისი პირველი გაპრეზიდენტების დროს და ეს მსოფლიო კულუარული მართვის ორგანო მართლაც არსებობს და მის ინტერესებშიც უკანასკნელ 4 წელიწადში, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, შედიოდა ჩვენი იდეოლოგიური დამარცხება, ჩვენი ტრადიციონალიზმის, კონსერვატიზმის ჩანაცვლება რაღაც ახალი ფასეულობებით, იმ ფასეულობებით, რომელიც ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან და რომელიც ანაცვლებს აი კაცობრიობის განვითარების და შექმნის რაღაც ბიბლიურ ისტორიას რაღაცა ფსევდო ახალი თეორიებით, ხომ? ეს იქნება რასობრივი კვოტები, ეს იქნება გენდერული მრავალფეროვნების თუ სხვა სიგიჟეები, ის ყველაფერი, რაც უბრალოდ ქართულ სულთან და ქართულ მენტალობასთან, ნუ აბსოლუტურად შეუთავსებელია. ამიტომ ჩვენთან მიმდინარეობდა აი 2003-2012 წელს აი ზუსტად ის გენოციდი, მენტალობის გენოციდი, რომლის პროდუქტსაც ჩვენ დღეს ვხედავთ ყოველდღიურად აი ამ გონება გაბრუებული ბავშვების თუ ახალგაზრდების თუ ძველგაზრდების, ასე ვთქვათ, სახით. მაგრამ ეს კარგია, რომ იდეოლოგიური წნეხი ამ მიმართულებით ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე ოდნავ იკლო და ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ. მართლაც ოდიშ ვიხდი, კარგია, საუკეთესოა კიდევ ის, რომ სოფლიოში არ არის მხოლოდ საქართველო ამ. რა თქმა უნდა. რომ მარტო არ ვართ ჩვენ. რა თქმა უნდა. და ეხლა არითია დაკავებული ტრამპი. ნუ ამას ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ. ერთ მაგალითს მოვიყვან. ყირგიზეთს 1 ივნისიდან ტრამპის ადმინისტრაციამ დაუწესა უვიზო რეჟიმი. მე რა თქმა უნდა, როგორც ქართველი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომლის კოლეგები, რომლის თანამოქალაქეები, სამხედროები, კოსოვო იქნებოდა, ერაყი იქნებოდა, ავღანეთი იქნებოდა, ხომ? სისხლი დაუღვარეთ, მათ შორის ამერიკული ინტერესების გამო, ხომ? ჩვენმა 40-მდე სიცოცხლე გაღებულმა, ასე ვთქვათ, ჯარისკაცმა და ასობით დასახიჩებულმა ჩაანაცვლა აი ამ საერთაშორისო მისიებში იგივე ამერიკის მოქალაქეები, ხომ, ამერიკელი ჯარისკაცები. მე მაინტერესებდა ამ დღეებში გამეგო ყირგიზეთმა რა ისეთი დიდი როლი ითამაშა ამერიკის უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ, რომლებიც ვითხოვდით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისაგან წლების განმავლობაში, რომ დაგვიწესე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შეგვიმსუბუქე ეს წნეხი სავიზო, ხო? იმიტომ ფაქტია, რომ უკრაინის ომის პერიოდშიც კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ნაკლები წნეხი იყო ამერიკაში ვიზის მიღებისა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო ეს დაწესებული. რა დავიმსახურეთ ამისთანა? აი იმ ყველაფრის ფონზე, რაც მოგიყევით და რა დაიმსახურა ყირგიზეთმა. ძალიან საინტერესო პასუხი მივიღე, რომ თურმე
უკანასკნელ წლებში ყირგიზეთის დიასპორამ განსაკუთრებით ჩიკაგოში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში, ამერიკის აღმშენებლობაში და ამიტომ ეს ყველაფერი დაუფასდა. მოდით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელები. ისევე როგორც 2003-2012 წლებში აი ამ Deep State-ის მძევლობაში მყოფმა ამერიკის ადმინისტრაციებმა დაიწყეს რუსეთის ირგვლივ ეგრეთ წოდებული დემოკრატიის სარტყელის შექმნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი და დემოკრატიის შუქურა უნდა ყოფილიყო საქართველო, ხომ? ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცოდით თავიდანვე, ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი, ხომ? აგერ უკრაინის ომმა ეს ყველაფერი დაადასტურა და პაზლი შედგა, რასაც ქვია. ჩინეთია დღეს მთავარი გამოწვევა ტრამპისთვის. ჩინეთი. ამიტომ ის იწყებს ცენტრალური აზიისგან ზუსტად იგივე კონტრაჩინური სარტყელის შექმნას და ჩვენ გვინდა გავიხსენოთ ყველამ, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, ხომ, 45 პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპს ჰქონდა ორი ოფიციალური შეხვედრა უმაღლეს დონეზე უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან. ათ საქართველოს, ათ სომხეთის, ათ აზერბაიჯანის, მაგრამ აი ამ რეგიონში ორ პრეზიდენტთან ჰქონდა ოფიციალური უმაღლეს დონეზე შეხვედრები. ეხლა ამ გაპრეზიდენტების პერიოდში უკვე ყირგიზეთისკენ გაიშვირა მან ხელი და ჩანს უბრალოდ რომ ჩინეთის უშუალო სამეზობლოში სიახლოვეში კი ბატონო მას სურს პროამერიკული პოზიციები გაამაგროს. რისთვის აკეთებს ეს ამ ყველაფერს? იმისთვის რომ რა თქმა უნდა ჩინეთიზე გავლენა შეამციროს ცენტრალურ აზიაზე და განიხილავს თავის ეკონომიკურ პრეფერენციებს აი იგივე შუა დერეფნიდან იგივე ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტიდან მას უნდა რაც შეიძლება მეტ აი ასეთ ადგილებში და წერტილებში თავისი ეკონომიკური ინტერესი გააძლიეროს. ის არის პრაგმატიკოსი, ის არის ეკონომისტი, ის მსოფლიოს უყურებს როგორც დიდ შეფასებას, ხო, რომლის დირექტორობაზეც პრეტენზია გააჩნია. ამიტომ ამ კუთხით საკუთრივ საქართველოზე შეიძლება მან არ გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ საქართველოს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, ოღონდ პაკეტში, სამხრეთ კავკასიის ერთიან პაკეტში, როგორც არა დერეფანი, არამედ გზაჯვარედინი, რომელიც მუმბაის არხანგელსკთან და ტოკიოს ლისაბონთან გაერთიანებს, ხომ? აუცილებლად შევა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის აი ამ ინტერესების სფეროში და მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება საკუთრივ საქართველოს საჭიროებო საკითხების წამოწევა იმ დიდი მოთამაშეების დონეზე, რომლებიც რა თქმა უნდა დაინტერესებულები არიან ამ გზაჯვარედინმა, ხომ, ეკონომიკურმა, სატრანზიტო, საინფორმაციო და ყველანაირმა ხაბმა იმუშაოს მშვიდობიან სტაბილურ გარემოში და ამის გარანტორები უნდა გახდნენ ყველანი ვისთვისაც მესამე მსოფლიო ომის დაწყება არ წარმოადგენს რაღაცა დღის წესრიგში არსებულ რაღაცა ამოცანას, ხომ? ყველაფერს გააგრძელებს ტრამპი ამ მიმართულებით, მაგრამ მე ერთადერთი ვისი მჯერა მესამე მსოფლიო ომს ბირთვულ დაპირისპირებას, ხომ, მაქსიმალურად ტრამპი აარიდებს მსოფლიოს, ამაზე არაერთი განცხადება მოგვისმენია მისი და ამაში მაინც ყოველ შემთხვევაში მინდა რომ მისი მჯეროდეს. დანარჩენი უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, უნდობლოა თავი დავანებოთ, უნდა ვიყოთ ფხიზლად და არ დაუშვათ ის დიდი შეცდომები, არ ავყვეთ და თვითონაც არ გავხვდეთ მსოფლიო მასშტაბის პროვოკაციის რაღაცა ავტორები, რითაც იყო დაკავებული სააკაშვილის რეჟიმი 2003-დან 2012 წლამდე და რასაც უკვე ოპოზიციაში გადასulis პოზიციებიდან დიდი სიამოვნებით აგრძელებდა ყველა არსებულ პლატფორმაზე, ეს იქნებოდა სტრასბურგი, ბრუსელი თუ ვაშინგტონი. პროვოკაცია, ანტიქართული პოლიტიკა, უსამშობლოობის პოლიტიკა და ყველაფერი, რასაც უნდა ევნო არსებული ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ არც ერთი მიღწევა, არც ერთი სტაბილურობა, არც ერთი ეკონომიკური წინსვლა ამ ხელისუფლების პირობებში ამ ძალების, ამ მავნე ძალების ინტერესებში არ შედიოდა და არ შედის.
მათ აინტერესებთ ვიწრო კლანური ინტერესები, მათ უნდათ ამ ხელისუფლებაში დაბრუნება იმისთვის, რომ გააგრძელონ ის კურსი, ის საქართველოს საკონცენტრაციო ბანაკად კვლავ გადაქცევის კურსი, რომელიც აძლევდა მათ საშუალებას საკუთარი ვიწრო პარტიული ფუფუნებისა, საკუთარი ოჯახის წევრების და საკუთარი უახლოესი მიმდევრების და ადეპტების. ჩვენ გვსურთ საქართველო ქართველებისთვის. ჩვენ გვსურთ საქართველო უპირველეს ყოვლისა ქართველებისთვის. თავისი ეკონომიკური სტაბილურობით, თავისი უსაფრთხოებით და მშვიდობიანი ზეცათი, ხო? ამისთვის გვსჯიდნენ, ამისთვის დღესაც გვსჯიან, მაგრამ ეს ის საქართველო არ არის. 35 წელიწადი ჩვენ შევისწავლეთ, მე მგონი შევისწავლეთ ყველა ის დაშვებული შეცდომა, რომელიც უკავშირდება 1989 წლის სექტემბერს, რა გვინდოდა ცხინვალში, რომელიც უკავშირდება პუტჩს 1991-92 წლის ზამთრის პუტჩს, ხო? რომელიც უკავშირდება 92 წლის 14 აგვისტოს, რატომ გავარდა პირველი ტყვია აფხაზეთში. და ასე შემდეგ, აი ამ ჩამონათვალის ეს ჩამონათვალი უსასრულობამდე არ მინდა რომ მივიდეთ, მაგრამ რაღაცა ეტაპზე მე თვითონ ვგრძნობ, მე თვითონ ვხედავ, რომ ჩვენ გავჩერდით. ჩვენ აღარ გვინდა იმ ფოცხებზე ფეხის დაბიჯება და ამ სიტუაციაში, აი ეს ქართული მეტიჩრობაც უნდა დავივიწყოთ, ჩვენი საკითხი უბრუნდებით ჩემს დედა აზრს. სამხედრო კავკასიის ერთობლივ პაკეტში აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, ვიყოთ აი მოთმინებით შევხვდეთ აი ამ პერიოდს, რათა შემდგომ უკვე დიდ ბიძიებთან, პოლიტიკოსებთან დავაყენოთ ის საკითხები, რომლებიც წესით და რიგით ჯერ კიდევ ჩვენ გვაინტერესებს და ჩვენს გულის ტკივილს წარმოადგენს. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოღონდ არა ომით, არამედ მშვიდობით და ჩვენი ძმების, ოსების და აფხაზების დაინტერესებით. აი ამ ზოგად საერთო გლობალურ პროექტებში თანამონაწილეობის თვალსაზრისით, ხომ? რომელსაც ექნება, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რაღაცა ფორმულა, რომელსაც უნდათ თუ არ უნდათ, ისინი უნდა შეეგუონ და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მეგობრობის ხელი უნდა გაუწოდოთ. მოდით შევეხოთ იდეოლოგიათა ბრძოლას, რომელმაც ფსარები გააჩინა, არა მხოლოდ თაობებს შორის, არამედ შემოაღწია ჩვენს ოჯახებში, აი ამას რა უნდა დავუპირისპიროთ. ჩემი აზრით ეს არის ცოდნა ისევ, რომ ამ ადამიანებს კარგად ავუხსნათ, რა მოხდა. მოდით ჩვენც ვისაუბროთ, რა მოხდა, როდის დაიწყო ეს ყველაფერი. რა ძალების მიერ დაიწყო და რა შედეგი გვაქვს დღეს. ჩვენ ჯერჯერობით არ ყოფნის გამბედაობა, ჩვენს აი ამ უახლოესი ისტორიის უკანასკნელი 35 წელიწადი ავსახოთ, გავატაროთ რაღაც სიმართლის ფილტრში, ხომ? გარკვეულ პერიოდებთან მიმართებით ჩვენ ამის გამბედაობა ჯერჯერობით არ ყოფნის. ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ხშირად მეკითხებიან, როგორც აი ამ საპარლამენტო საკომუნიკაციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრს, ხომ? გასაგებია 2003-2024 წლები, გასაგებია, მაგრამ 1999-2003 წლამდე ამ პერიოდებს რა უყოთ. აი ამას ვიძახი ზუსტად, რომ ალბათ დადგება ამის დროც, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ყოველ შემთხვევაში 2003 წლიდან დავიწყეთ და რაღაცა უკვე გამოაშკარავდა, ჩემთვის არა, თქვენთვის არა, მაგრამ მთელი თაობები აღიზარდა ჩვენ თვალწინ, რომლებსაც არანაირი ობიექტური ინფორმაცია ამ წლებთან მიმართებით ხომ არ გააჩნდა. ისინი რაღაცა ცრუ წარმოდგენებში აღიზარდნენ და მათ ძალიან ძნელია დააჯერო ის, რაც ყველამ ვიცით, ჩვენმა თაობამ ყოველ შემთხვევაში, ხომ? მაგრამ ამ კომისიას უნდა ჰქონდეს აი ეს საგანმანათლებლო მისიაც, არა მხოლოდ დამსჯელი, არა მხოლოდ სიმართლის თქმის, არამედ ამ სიმართლის დაყვანის მისია იმ თაობებამდე, იმ ახალგაზრდებამდე, რომლებსაც არ სჯერათ, არ უნდათ რომ დაიჯერონ, მაგრამ მათ მოუწევთ აღიარება. დავით, ძალით არ ხდება ასეთი რამ და თან ამას დრო ჭირდება.
ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ძალიან ვერ აყურებინებ ამას. ჩვენ იმ ზომამდე გავთავხედდით, რომ სპექტაკლს ვუწოდებთ ყოველივე იმას, რასაც ვუყურებთ. შემზარავით მართლა ჯოჯოხეთია ეს სურათი, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვბედავთ, რომ ვუწოდოთ სპექტაკლი და ვუწოდოთ მის მონაწილეებს, მივაყენოთ ასეთი შეურაცხყოფა. ეს საშინელებაა ნამდვილად. მე ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, რომლებიც უყურებენ ამ კომისიის პირდაპირ ტრანსლირებას, ხომ ბევრმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ ეს არის მათთვის შოკი. ეს არის მათთვის შოკი. ანუ ჩვენ გვყავს ახალგაზრდობის ის ფენა, ის ნაწილი, რომელიც ამას აღიქვამს, სწორად აღიქვამს. იმიტომ რომ კი, ეს არის ბედნიერება. მათ ყავთ თავისი მეგობრები, თავისი ასე ვთქვათ ბაბლი, სადაც მიდის გარჩევა ამა თუ იმ ეპიზოდის, ამა თუ იმ სიტუაციის და ეს არის უკვე კარგი. მე არაერთი პუბლიკაცია მიუძღვენი ძალიან სახიფათო თემას, შიშებით გამყიდველები ვუწოდე მას. იმიტომ რომ გაჩნდა ჩვენ საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში, მედიაში ცნობადი მოლაპარაკე თავები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ ახდენენ ჰიპერბოლიზაციას, კი ბატონო, პრობლემის, მაგრამ აი ძალიან დიდ ჰიპერბოლიზაციას და ასაღებენ ამას როგორც მოცემულობას. ანუ ჩვენ გვეყო ის აღქმები, რომლითაც კვებავდა, ხომ? ნიკა გვარამია და ეს არის მისი ციტატა, ხომ? რომ უნდა შევქმნათ აღქმები, არა სიმართლე, მაგრამ აღქმები. ეს არა მხოლოდ მისი, არა მისი, ხო, გვეყო აი ამ ფრთაზე, ხო, რასაც ქვია თქვა ნაციონალური მოძრაობა. აი პატრიოტული და ეროვნული მანტიით შენიღბული ძალებიც მიმართავენ აი ამ დეზინფორმაციულ ომის ელემენტებს და ავრცელებენ მოსახლეობაში პანიკის შემცვლელ რაღაცა ფეიქ ნარატივებს, შინაარსებს, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს, რეალურად არ შეესაბამება. არ შეიძლება 1400 ოფიციალურად მყოფი ქვეყანაში, ვთქვათ, ინდოეთის მოქალაქე 150,000-ად გაასაღო. არ შეიძლება საქართველოში ქართველებზე უკვე დღეს ილაპარაკო როგორც უმცირესობაში მყოფ ერზე, რომლებსაც გაასწრეს სხვა ტომის ვთქვათ წარმომადგენლებმა. ეს არის ფეიქი, ეს არის სიცურვე. სამწუხარო არის ის, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ფენა უკვე იმდენად არის ინფიცირებული აი ამ უარყოფითი ასე ვთქვათ ინფორმაციის მიღებით, რომ მათ სიმართლე რომ დაუდო, დოკუმენტები რომ დაუდო, გადაუშალო, ისინი ძნელად იჯერებენ იმას, რომელშიც ხედავენ რაღაცა დადებით, რაღაცა ემოციას, ხო, რომელშიც ხედავენ რაღაცა პოზიტიურ პერსპექტივას. არა, ყველაფერი არის ცუდად, ყველაფერი არის პანიკა, ყველაფერი არის ისტერიკა და ქართველების ყველაზე პოპულარული შეკითხვა გავაჩეროთ, ხო, 10 კაცი თუ 100 კაცი იქნება რა გვეშველება რა. ნუ ეს არის ყველაზე პოპულარული შეკითხვა. ეს ძალიან სერიოზული კითხვაა, რა გვეშველება და სწორედ ამიტომ ფიქრობ მე რომ ცოდნა იმისა, როგორ მოვიწამლეთ, რა დაგვემართა, რა დოკუმენტები, ვინ აკეთებს ამას, როდის გააკეთეს, როდის დაიწყო ეს ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ეს გავრცელებული უკვე ვიცით, უკვე ჯიმ შარპსაც ვიცნობთ არაჩვეულებრივად, ამ აკერმანის შესახებაც ყველაფერს აეხადა, ფარდა, სხვა ძალიან სერიოზული სახელმძღვანელოები გამოჩნდა, თუნდაც თქვენს მიერ გაანალიზებული ის ანდერსის, გიუნტერ ანდერსის ადამიანის მოძველება. ამის კითხვას ვერ დააძალებ რა მათ. ამას ვერ დაიჩემებ, რომ აი ეს ასეა ნამდვილად, მაგრამ რაღაც ხომ უნდა შესთავაზო, რომ გაიგო. აი რას მიაღწია სოროსმა, შარპმა, აკერმანმა და აი ამ გუნდმა, ხომ? ამ იდეოლოგიურმა გუნდმა, რომელიც მიზანმიმართულად კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან საქართველოში ყოველ შემთხვევაში წლების განმავლობაში მენტალობის გენოციდით იყო დაკავებული. მათ ისარგებლეს აი იმ ნაკლოვანებებით, იმ სისუსტით, რომელიც ქართულ ოჯახებში შეიქმნა 90-იან წლებში და აი რაღაც ტენდენციის ხასიათი მიიღო. აგიხსნით რა შეა საქმე. ძალიან ბევრი ოჯახი ვერ შენარჩუნდა. ძალიან ბევრია ოჯახები, სადაც მამის გარეშე გაიზარდნენ შვილები. მამის როლი, ხო, საქართველოს ოჯახში, ხო, საერთოდ ხო განსაკუთრებული იყო და წარმოიდგინეთ, ამ როლს მოწყვეტილები იყვნენ უკვე აპრიორი პატარაობიდან.
მეორე მომენტი, როდესაც მამამ და შვილმა დაკარგეს აი ის სასაუბრო თემა, როდესაც მამა უნდა გამხდარიყო შვილისთვის, ბაჟისთვის, გოგოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, ის ავტორიტეტი, უპირობო ავტორიტეტი, რომელსაც უნდა ჰქონოდა ამ შვილის თუნდაც ყველაზე რთული და მძიმე შეკითხვებზე პასუხი უნდა ჰქონოდა. პასუხი საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან, რელიგიასთან, ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ რაღაცა სუფრაზე მრავალფარდოვანი სადაგრძელოების ფორმატი არ უნდა ჰქონოდა ამას. მით უმეტეს ყალბი არ უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვთქვათ, ვამხილოთ რა, ჩვენი თავით ხოვნა ვამხილოთ, როდესაც ძალიან ბევრი მამა ვერც ვთქვათ წლების განმავლობაში მრუშობით, ლუდომანით, ნარკომანით, ალკოჰოლიზმით, ღალატით, სიცრუით, ფარისევლობით იყო დაკავებული და როდესაც ბავშვი ამ ყველაფერს უყურებდა, მისთვის, ხო, მამის კონკურენტი ხდებოდა ვინ? შარფი, აკერმანი, სოროსი, რაღაცა ბოდიში ამ სლენგისთვის გაჩითული ლექტორები, ძალიან ნასწავლი ქოუჩები, რომლებიც თავის თავს ასაღებდნენ როგორც რაღაც იდეალურ მათ თანამოაზროვნეებს და იობნებოდნენ მეგობრებს, აი მაგაშია საქმე. მოაზრებად გახდომას. დიახ და მათ ფაქტიურად აი ამ კონკურენციაში მამებს მოუგეს რა, მამებს მოუგეს. ეხლა ეს ოჯახები დღესაც არიან, ხო? ამ ოჯახებში დღესაც არის გარკვეული ეს განხეთქილება. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ეტაპიდან მამა დაუბრუნდეს საკუთარ შვილს. აი ეს კომპლექსები მოიხსნა შვილთან. დავით, მაგრამ ნახეთ პირველი მცნება აკერმანისა და ყველა ვინც ამით არის დაკავებული რა არის? მოსპე ავტორიტეტი. მოსპე მამის, მასწავლებლის, დედის ავტორიტეტი, ქვეყნის ავტორიტეტი, ყველაფერი სიბნელეა, რაც შენ ავტორიტეტებისკენ გიბიძგებს. ამ დროს 10 მცნებაში, ხო, რომელიც კაცობრიობას მიეცა, ყველაზე მთავარი არის მეხუთე მცნება, რომელიც მამისა და დედის მიმართ პატივისცემაზე არის აგებული, ხო? ალბათ ამ კუთხითაც ხო უნდა მისცე ბავშვს რაღაც ალტერნატიული ცოდნა, ალტერნატიული ხედვა შენს ისტორიაზე, რომელიც არის მართლმადიდებლური, ხო? ჩვენ ვართ ერთ-ერთი ბურჯი, სერიოზული ბურჯი მთელ სოფლიოში, რომელიც იცავს ქრისტეს, იცავს განყველა და ამისთვის შეეწირა არაერთ იმპერიასთან ბრძოლაში, ხო? ეთყობა მინუსია ის ჩვენი მშობლების, ჩვენი მამების მხრიდან, რომ თვითონ ისინი არიან მოწყვეტილი აი ამ სახარებისეულ რაღაც ანბანურ სწავლას, ცოდნას, რომელიც უბრალოდ აუხსნიდა, ალტერნატივას მისცემდა. გასაგებია აკერმანის შეხედულება ავტორიტეტებთან მიმართებით, მაგრამ აუხსენის სხვა ხედვა გაუხსენი შენ შვილს, რომელიც არის განათლებული, აი ახალგაზრდა, ხომ? იწოვს ყველაფერს, მაგრამ მიეცი დაელაპარაკე, არ გეცალა, არ გვეცალა, ხომ? იმიტომ ყველაფერს ვაბრალებთ, ნუ რა დროს ეს იყო, ხომ? ჩვენ მივიღეთ თაობები, აი ხა ძალიან საშინელ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომელიც აღიზარდა არა დედის, არა მამის, არამედ ძიძების მიერ, რა. ესეც ძალიან თავის მომავალში ძალიან თავისებურ პრობლემას შეუქმნის ქართველობას ზოგადად და არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში მე ვიცი ჩემი შვილის მეგობრების ასე ვთქვათ განწყობა, რომლებსაც ზუსტად ეს დეფიციტი ჰქონდათ, აი მამებთან ურთიერთობის დეფიციტი ჰქონდათ. მამებში დაენახათ და შეექმნათ მამისგან ის უპირობო ავტორიტეტი, რომელსაც ვერ დაამსხვრევდნენ ვერც ერთი აკერმანი თუ შარფის მოწოდების მიუხედავად. იმიტომ ის შეძლებდა ამას თავის შვილში, აი ეს ჯაჭვი, ხომ, ამ ჯაჭვის რგოლი არ გამწყდარიყო და პაპებისა და მომავლის ეს გენეტიკური ჯაჭვი ხო გაგრძელებულიყო. აი ამ შექმნილ ვითარებაში რა როლს თამაშობს პოსტკოლონიალური სინდრომი? უდიდეს როლს თამაშობს, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ჯერ ვართ აი როგორ პატარა ბავშვები, ჩვილები ვართ რა, ვისაც ეგონა რომ 99 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ რომ საბჭოთა კავშირი არის თქვათ ხალხების ციხე და ამით უკვე მოვიპოვეთ რაღაცა, გავამარცხეთ რაღაცა. დავამარცხეთ რა, საბჭოთა კავშირი, ნუ კარგი, მაგაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საკუთარ თავში ის პოსტკოლონიალური თუ კოლონიალური შიგთავსი დავამარცხეთ, ვერ დავამარცხეთ. პატარა მაგალითი მინდა მოვყვე რა, აი წარმოიდგინეთ საქართველო თავისი მარნეული და ახალქალაქით, თავისი ეთნიკური უმცირესობებით, ხომ?
აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა, რომელიც არ იყო ესეთი ფეტიშირებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკაზე, ხომ? არ იღებდა ესეთ რაღაც აქტიურ მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, ხომ? ისინი როგორც აგრძელებენ, დღესაც აგრძელებენ იმ კარტოფილის, ბოსტნეულის, მწვანილის, კიტრის, პამიდურის მოყვანას ქართულ მიწაზე, მადლიერ ქართულ მიწაზე. მადლიერები არიან ამ მიწის. თქვენ ვერ დაინახავთ აი ამ რეგიონებში ვერც ერთ დაცარიელებულ სოფელს, ხომ? იმიტომ რომ ისინი აკეთებენ იმას, რასაც აკეთებდნენ ასობით წლების განმავლობაში და აგრძელებენ დღესაც. და ძალიან კარგადაც გრძნობენ თავს. მაგრამ ქართველი ადამიანები, ხო, ქართველები დღეს მასიურად ტოვებენ, დღესაც ტოვებენ სოფლებს, იმიტომ რომ არ არიან მიჩვეულები არ არიან იმის ახალი რეალიებისთვის არ არიან მიჩვეულები და არ არიან მომზადებულები იმისთვის რომ ჩვენმა მიწამ შეიძლება დღესაც მოქცეს ის დოვლათი რომელიც შეგინარჩუნებს არ მოქცენ საშუალებას წახვიდე მომვლელა თქვა საზღვარგარეთ ხომ იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ფუფუნებაში ვიყავით აი იმ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და გარკვეულწილად მე-19 საუკუნეშიც აი ამ ფუფუნებას ვეძახით ჩვენ ყველაზე დიდ მტერს რომელიც შეგვიქმნა იმჯერ მეფის რუსეთის და მე ბოლშევიკური რუსეთის ასე ვთქვათ მესვეურებმა. ჩვენ აი ამ ფუფუნებაში ვიზრდებოდით მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქე და თანამემამულე მარნეულში და ახალქალაქში მიწაზე მუშაობით იყო დაკავებული. ჩვენ გადავეჩვიეთ ამას. ჩვენ რაღაც პოლიტიკაში ვეძებთ ჩვენს მომავალს, ხვალინდელ დღეს. ამ დროს ყველაფერი უფრო ახლოს არის ჩვენსკენ, ვიდრე ჩვენ ესე გვგონია. მე მინდა ცნობიერებას დაუბრუნდე, აი პოსტკოლონიალურ ცნობიერებას. როგორ ხდება საკუთარი აზრის, საკუთარი შეხედულების დათმობა, ნებაყოფლობით დავიწყება და სხვის მეფის ფსიქოლოგიაზე გადასვლა. ესეც ხომ პოსტკოლონიალური. რა თქმა უნდა, ნუ ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო 2 წლის წინ, როდესაც იმდროინდელი ომბუდსმენი სლომჯარიას მოადგილემ ხმამაღლა თქვა, რომ ცალფეხზეც რომ ვიდრეთო ჩვენო, ასკინკილათი რომ დავხტოდეთო, ხომ? ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ, თავარია არ მოუწყდეთ იმ ახალ ნეოკოლონიალურ და ნეოიმპერიალისტურ ორბიტას, იმიტომ რომ ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი. მათთვის იდენტობის შენარჩუნება, ბრძოლა, ყოველდღიური ბრძოლა, საკუთარი ქართველობის, ტრადიციების შესანარჩუნებლად, ხომ? ეს არის ღვაწლი, რომელიც მათ ღლის. ისინი ვერ ხედავენ ამაში პერსპექტივას. ისინი ხედავენ თავის პერსპექტივას იმაში, რომ ახალი ნეოიმპერიალისტური ძალების აი ეს განუყოფელი მაგრამ აი ახალ ბატონს ვერ ხედავენ ამ ვერ ხედავენ. ჩვენ ვართ რუსები. მაგრამ ისინი არიან დასავლეთეები რა. მიუხედავად იმისა, რომ ერთიც არის იმპერიალისტური შეხედულება, კოლონიალური შეხედულება და მეორეც არის, მაგრამ ის მეორე არის პერსპექტიული მათთვის, ის მეორე არის რაღაცა პოზიტივის მომტანი და ეს არის უარყოფითთან დაკავშირებული. ესე იგი გააჩნია ვინ იქნება, თავად ეს ფაქტი, რომ მე ვიღაცას არა, კი ბატონო. ამასაც ახსნა ჭირდება ამ ახალგაზრდებთან. რა თქმა უნდა, საუბარი ჭირდება. აი ამ ახალგაზრდებთან არის საჭირო საუბარი დაწყებული ოჯახიდან. ჩვენ ხშირად გადაგვაქვს რაღაცა ლექციები. ძველგაზრდებიც არიან. არიან. ბევრნი დავით ბატონო. არა, არიან კიდევ ძველგაზრდები, რომლებიც ტყვეობაში არიან მოხვედრილი თავისი შვილების და შვილიშვილების აი ამ ახალი შეხედულებების ტყვეობაში არიან და ისინი ხსნიან რასით თავის პოზიციას, ნუ რა ვქნა, შვილს ხომ არ დავკარგავ, ხო? მე ესე არ ვფიქრობ, როგორც ის ფიქრობს, შეცდომით, მაგრამ მე ვერ უხსნი რა არის სიმართლე. მე ვერ უხსნი აი ამ. მაგრამ დავით, აი ეს აკერმანის პოსტულატები, ასე ვთქვათ, შარკის უფრო სწორად უბრალოდ რომ გადავბეჭდოთ, უბრალოდ რომ გამოვაკრათ ყველა სადარბაზოს კარზე. მოეწონებათ ქალბატონო თამარა, მოეწონებათ ის რომ უნდა მიუვარდე ადამიანს, ის ადამიანს შეურაცხყოფა უნდა მიაყენო, დამარხო, გააქრო. კი, ჩვენ რატომღაც არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ აი წმინდა ფსიქიატრიულ, სოციოფსიქიატრიულ მოვლენებთანაც გვაქვს საქმე უკვე. ეს არის საკმაოდ მძიმე ავადმყოფობა. ეს არის რა ტიპის ავადმყოფობა, იცით? მე მეშინია ამის თქმა, მაგრამ შეიძლება აი ეს პირდაპირ კადრები რომ ანახონ, წამების, გაუპატიურების, სადიზმის, შეიძლება ამ ყველაფერმა მათში რაღაცა პოზიტიური ემოციებიც კი აღწდას, იმიტომ რომ ისინი ამაში დაინახავენ, აი ესე უნდა
იმ რუსებთან გამკლავება და სხვანაირად არ შეიძლება. როდესაც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი უკანასკნელი უკანასკნელი ყოფილი პრეზიდენტი თავის მთავარ მისიას არაერთხელ აქვს ეს გაცხადებული ხომ პირდაპირ ეთერში არის განსაბჭოების მისია თურმე თქვენი ჩემი განსაბჭოებისთვის ჩამოვიდა ის ქალბატონი აქ ხო პროგრესული ევროპიდან აი შეიძლება აი ამ ძალადობის ფრაგმენტებში ხო კინო დოკუმენტალისტიკაში მათ დაინახონ აი ამ განსაბჭოების ერთ-ერთი ფორმა რომელიც აუცილებელია სამწუხარო მაგრამ აუცილებელია როგორი უნდა იყოს იმ ხალხის პასუხისმგებლობა ვინც აი ამ პროცესების ჰეროიზაციას ახდენს და მონაწილეების რომანტიზაცია არა ეს ძალიან საში თუ გაუშვი ხელიდან ეს პროცესები ჩვენ ახლა ვხედავთ მიდის 80 წლის თავს ზეიმობს მთელი ნორმალური პროგრესული კაცობრიობა ხომ გერმანული ფაშიზმის დამარცხებისა, მაგრამ არის მთელი რიგი ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა, სადაც მიდის ნაციზმის ჰეროიზაცია, ხომ? ნაციზმის ჰეროიზაცია და ხვალ შეიძლება ადოლფ ჰიტლერის ძეგლები დაიდგას ამ ქვეყნებში. და ხელახლა გადაიწეროს კაცობრიობის ეს ისტორიაც კი. ამიტომ ჩვენ თუ გაუშვით ხელიდან აი ეს მომენტი, ხო, მე ძალიან რთული იქნება შემოbrunება. ძალიან რთული, იმიტომ რომ დეზინფორმაცია ჩაანაცვლებს ინფორმაციას, სიცურვე ჩაანაცვლებს სიმართლეს და ასე შემდეგ. ჩვენ რაღაცა გასაკეთებელი გვაქვს და ეს უკვე ცდება მხოლოდ ოჯახის ფარგლებს. ეს უნდა ითვითოს ხელისუფლებამ, სახელმწიფომ, იმ მის ხელთ არსებული ყველა იმ რა ქვია, ინსტიტუციების მეშვეობით რომლებმაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ის, რაც არ არის დასაშვები და მე ეხლა არა ვარ მინდა ეს ვთქვა, არა ვარ სტალინისტი, მე ვარ იმ ოჯახიდან, რომელსაც ამ რეჟიმმა თავის 30-იან წლებში ბებიაჩემის მამა დახვეიტა მახათას მთაზე, მაგრამ მე არც ისა ვარ, რომელიც იტყვის, რომ 45 წლის 9 მაისს გერმანიის ფაშიზმი დაამარცხა ეიზენჰაუერმა თუ დეგოლმა და არა იოსებ სტალინმა, ხომ? და როდესაც პირქვე გდია მისი ძეგლი გორთან, ხომ, ტრასაზე, ესეც არ არის კარგი ჩემის აზრით, იმიტომ რომ თვით სააკაშვილმაც კი 2010 წლის გორის საკრებულოს დადგენილებით, ხომ, უბრალოდ ამ ძეგლის სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანას მოაწერა ხელი და არა მის მიგდებას, რა ესე სადღაც უპატრონოთ. ესეც არ არის. დიდი მადლობა, ჩვენ ფინალისკენ მივდივართ და ერთი მოკლე შეკითხვა, ასე ვთქვათ, ჩვენ მოქალაქეებს რა ჭირდება აუცილებლად ხვალინდელი დღისთვის, თითოეულ ჩვენგანს, რა უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად და პირიქით რას უნდა შეველიოთ. იცით რა, სიმართლეს უნდა ჩავეხუტოთ სიმართლეს და დავიწყოთ ეს სიმართლე, როგორც მწარე არ უნდა იყოს, ხო, საკუთარი ისტორიის ფურცლებისკენ გადახედვით რა. იმიტომ რომ ჩვენი ისტორია არ იყო მხოლოდ რაღაც თეთრი, ხავერდოვანი, ის იყო ძალიან დიდი შავბნელი და ღალატზე აგებული და ასე შემდეგ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ და ესეც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ დასკვნა უნდა გქონდეს გამოტანილი სწორი. ჩვენი ისტორიის, ჩვენი ქვეყნის ურთულეს პერიოდში რამ გადაგვარჩინა და ამ რამ გადაგვარჩინას უნდა გაეცეს მკაფიო პასუხი. დიახ, ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა, დიახ, ჩვენ გადაგვარჩინა ღმერთმა არაერთხელ, ჩვენ გვარჩენს და გადაგვარჩენს არაერთხელ ასობით, ათასობით ის წმინდათა დასი ქართველების, რომელიც აღემატება მსოფლიოში ყველა ქრისტიანული კონფესიის ერთად აღებულ წმინდანების რაოდენობას და ამიტომ ამ ყველაფრით ხომ უნდა სარგებლობდეთ სწორად. ჩვენ არ უნდა გვწყვენოდეს იმისა, რა გორისანიც ვართ და ეს ყველაფერი ხომ უნდა აუხსნათ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. დიდი მადლობა თქვენ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ყურადღებისთვის, თქვენ საუბრისთვის, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.